ქალბატონი ნათია იქნება, შემდეგი ვინც გამოიკითხება, გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი, ქალბატონი ნათია. აქაც გაფრთხილების პროცედურა უნდა დავიცვათ. გაგაფრთხილებთ იმის თაობაზე, კერძოდ რომ კომისიის წინაშე განზრახ სრულ ახსნა განმარტების მოცემა, ასევე კითხვებზე უარიან პასუხისთვის თავის არიდება ისჯება სისხლის სამართლის წესით და ამის დასტურად გთხოვთ მოაწეროთ თქვენ წინდებარე დოკუმენტზე ხელი. მოგესალმებით ახლავე. დიდი მადლობა. ქალბატონო ნათია, თქვენ თავად პროფესიით ჟურნალისტი, რეპორტიორი და იმ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ჩვენ დღეს ვიხილავთ, აღმოჩნდით საპატიმროში იმის გამო, რომ იყავით ბატონი ირაკლი გედენიძის მეუღლე. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ირაკლისგან თქვენი დაკავების ბინაში ღამე, დაკავების სხვადასხვა გარემოების შესახებ ინფორმაცია, თუმცა შემდეგ თქვენ გაგაცალკევეს და მოვისმინეთ ბატონი ირაკლის ისტორია. აი დაკავების მომენტიდან თქვენ რომ აგვიწეროთ, სად წაგიყვანეს, რა გითხრეს, რა როგორ მოხდა და როგორ გათავისუფლდით, თუ შეიძლება. გამარჯობათ კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მადლობა ამ დათმობილი დროისთვის და სადვარ როგორც თქვენ ისე საზოგადოებას მოუყვე, რაც არაერთ სასამართლო პროცესზე იქნა მოყოლილი, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ეს საკითხები პრაქტიკულად ნაკლებად ცნობილი და ცოტა მივიწყებულია. რაც შეეხება დაკავების ეპიზოდს. ირაკლიმ სახლში ყოფნის ეპიზოდი პრაქტიკულად ამწურავად აღწერა, როგორც უსმენდი და იქ მე ვერაფერს ვერ დავამატებდი განსაკუთრებულს. თუმცა მას შემდეგ რაც ჩვენი სახლი დალუქეს და შიგმოაყოლეს ჩვენი პატარა ზოგადს, მაგის შემდეგ ჩვენი გზები გაიყო. მე ჩამსვეს რაღაც გარკვეულ მანქანაში უკან და ძალიან დიდი ხანი მოძრაობდით ქალაქის ქუჩების მიმართულებით. ვაკით იწყებდნენ, მერე რუსთაველზე, მერე სანაპიროზე და ასე მოძრაობდნენ ძალიან დიდი ხანი. ნუ ჩემთვის იყო ეს ბორკილები გიკეთიათ? არა, მინდა ვთქვა, რომ მე ჩემთვის ბორკილები არ დაუდიათ და არც პიროვნული და შეურაცხყოფა არ ყოფილა ჩემი სამართლით. არც გინება, არც შეურაცხყოფა. არანაირი. მამაკაცები იყვნენ მანქანაში თუ ქალი? მამაკაცები იყვნენ, ერთი საჭესთავინში და ერთი სამნი იყვნენ. ერთი გვერდით დამიჯდა. და სეირნობდით, ასე დავარქვათ ქუჩებში. პირველი კი, ეტყობა თვითონ ძალიან დაღლები იყვნენ, მთელი ღამე ჩვენთან ყოფნით და პირველი იყო მაშინ ვაკეში იყო ესეთი სუპერმარკეტი თუ არ ვცდები ბიგ ბენი თუ რაღაც ამდაგვარი. იქ შეჩერდნენ და საკვები იყიდეს თავისთვის და მე შემომთავაზეს. მათ შორის სანერვიულო გაქო და ხო არაფერი გჭირდებაო ესეთი სიგარეტის მაგვარი და აუხსენი რომ მე მეთქი არც ნერვიულობ და არც ვეწები მეთქი ამ წუთში თქო ანუ პრაქტიკულად ვიყავი გაქვავებული იმიტომ რომ ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა და საერთოდ რა სად ვიყავი და მოკლედ მიმდინარეობდა ჩვენი ასეთი რამდენიმე საათიანი მოძრაობა ქალაქის მიმართულებიდან ნუ ხედავდი რომ ხედავდი კი არა ვგრძნობდი რომ რაღაც გარკვეულ მითითებას ან დასტურს ელოდებოდნენ ну საბოლოოდ შემასახლეს მოდულის შენობაში მე ირაკლისგან განსხვავებით რამე სართულებზე არ მივლია პირდაპირ აღმოჩნდი საკანში საკნამდე რაღაც ფორმა შეავსეს რაღაც ანკეტასავით არანაირი დათვალიერება ჩემი არ მომხდარა უბრალოდ ადამიანი რომელიც ჩვენთან ავსებდა ის გადიოდა როცა მე ანკეტას ვავსებდი და იმან თქვა რომ ხო წარმოგიდგენია რა შარში ხარ და დაფიქრდი ამაზეო და ვერაფრით ვერ მივხვდი რაზე უნდა მეფიქრა ან რა მიმართულებით უნდა მეფიქრა და აღმოჩნდი მე საკანში სადაც ერთი ქალბატონი გამუდმებით
მაღალი ხმით მოთქვავდა. აი თქვენ გაგახსენდებათ ირაკლი იტყოდა რომ მესმოდა ქალის ხმა და ნათია მეგონაო. ნათია იყო იმ საკაშეოდ, ნათია იყო მდუმარე, ნათია იყო გაქვავებული და ნათიას არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. თუმცა ეს ქალი გარკვეული პერიოდულობით გაყავდა და გადიოდა და მოდიოდა, თუმცა ცდილობდა რომ ჩემგან რამე ტიპის ინფორმაცია მოეპოვებინა, რომელიც შემთხვევასაც უცნობი იყო. თავაზობდნენ საჭმელს, თავაზობდნენ ყავას და ასე შემდეგ, მოკლედ ცდილობდნენ რაღაც კომფორტი შეექმნათ, როგორც ცდილობდნენ. შემდეგ იყო ესეთი გაყვანის ეპიზოდები. მოვიდა ქალბატონი, გაგვეცნა როგორც ადვოკატად. აქვე აღნიშნა რომ ჩვენ წარმოდგენა არა მაქვს ირაკლისად არის, წარმოდგენა არა მაქვს საერთოდ თუ კიდე ვინმე ამ დაგვარი ჩვენნაირ დღეშია. და ადვოკატი გაგვეცნო, ამ ადვოკატმა მომისმინა და მოუყევი ის, რაც მანამდე უბრალოდ ფაქტად მოხდა და დანარჩენი არანაირი მოსაზრება არ მქონდა, რასთან უნდა ყოფილიყო კავშირში. და ამ ქალბატონმა მითხრა, რომ აი გარეთ თუ გესმის აქციებია თქვენი მხარდასაჭერი და მე მგონი კიდე ერთია თქვენაირად დაჭერილი. ესეც რაღაც ცოტა ვარაუდის დონეზე იყო, მაგრამ მივხვდი, რომ ცოტა ჯგუფური სახე ქონდა ამას. ეს გავიგე იმ ადვოკატისგან ინფორმაციის სახით. ამის შემდეგ ეს ადვოკატი დამპირდა რომ ჩემთან მე მხოლოდ 48 საათი გავატარე მოდულში და ჩემთვის იქ დრო არა მალევე, ანუ მიყვანი და რამდენიმე საათში. სავარაუდოდ გათენდებო, შუადღე იქნებოდა ალბათ. გაგეცნოთ ეს ადვოკატი, ხომ არ გახსოვთ საიდან იყო? საია მიხსენა. საია, თქვენი ადვოკატი ვარო, საიადან. მე ჩავთვალე რაღაც ორგანიზაცია, რომელსაც ეკუთვნის ეს პირველადი დაკავებულების დაცვა ან დაზუსტება სიტუაციის. ამ შემდეგ ეს ქალბატონი აღარ მინახია მე მეტი. მე უკვე ჩემი ასე ვთქვათ, დაკითხვა გააგრძელეს მამაკაცებმა. დაკითხვაში მქონდათ ესეთი უცნაური კითხვები, რომ რატო ვეპრანჭებოდი ჩემივე ქმარს კამერას. აი, იყო კეკლუცობის და ქალურის როგორ ვთქვა, ქალური სიტუაციების გარკვევა ჩემგან. და ცოტა ვერ მივხვდი ორი უცხო ადამიანი რატო უნდა იყოს ამაში ამით დაინტერესებული თუნდაც. და ესეთი ბნელი ოთახი იყო, კარგად მახსოვს, ესეთი რაღაცნაირი ბნელი ოთახი იყო და ფაილები, ესეთი ამდაგვარი ფაილები, ესე ამობრუნებულები ელაგათ მაგიდაზე. შენო კარგად უნდა დაფიქრდეო, რომ შენო მარტო ცოლი კი არა, დედა ხარო და ორი შვილი გარეთო გელოდება, არც რო იციან სადა ხარო. ამას მოყვა ის, რომ ეხლა თანმიმდევრობა ნამდვილად არ მახსოვს. შენ შვილები რომ მყავსო, ამ შვილებთანო ალბათო ძალიან გენატრებაო, ჩახუტებო, მოკეთ საუბარი მიდიოდა იმაზე, როგორ მენატრებოდა შვილები და როგორი დედა და მეუღლე ვიყავი. შენო ბიჭიც ყავსო, გოგოც ყავსო. ეხლა აი ამის ქვეშო, ჩვენ რაცა გვაქვს დაბეჭდილიო ესო. შენო ამასო რომ ნახავო და შენი შვილები ნახავენო და არა მარტო შვილებიო. არც მათ მოუნდებათო, რომ შენ მათი დედა გერქვასო და შენც ვერ გაეკარები მათ სირცხვილით. ამისთვისო ჯერ არ გაჩვენებთ, ამისთვისო შენო იცი რა უნდა გააკეთო, ახლა უფურცელზეო. ესეთი რვეულის ფურცელზე იყო რაღაც ხელდანწერი. აი ამ ფურცელზეო რაც წერია უნდა დაიზეპირო და აუცილებლად უნდა ისაუბრო კამერასთან ამაზეო. აი ამის შემდეგო ჩვენ შევთანხმდებითო ამის გზაკვალზეო. ეს არ ვიცი რა არის ჯერ. და დაფიქრდე, ამაზე უნდა იფიქრო. არც ეს ვიცი რა წერია, არც ეს ვიცი რა არის აქ. უკვე მამზადებენ რაღაცისთვის. გასაგებია მეთქი, მოკლედ ველოდები მეორე ეტაპს.
და აბრუნებენ ამ ესე პრინტერზე ამობეჭდილ ფაილს. ამ ფაილს ვხედავ ჩემს საკუთარ ფოტოს, ჩემი მეუღლის გადაღებულს, ჩემივე სახლში, ჩვენივე სტუდიაში. სატესტოდ იცოდა ხოლმე, სადაც განათებას რო ასწორებდა ხოლმე, მე იქვე ვიყავი როგორც ობიექტი. სახლის ლუქით. აი ეს ფოტო რატო უნდა ყოფილიყო კომპიუტერშიო, იქ სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იზრდებიანო. და ვხედებ და ფოტოზე ისეთი არაფერი არ არის, რაც ვთქვათ. მე კითხვებს ვადებს, მაგრამ არის ესეთი საოჯახო, საკუთარი, ინდივიდუალური, პირადული. მე უკვე წარმოვიდგინე, რომ აი სანამ ამას ამობეჭდავდნენ, ამას რამდენი ადამიანი და მათ შორის მამაკაცი განიხილავდა და უყურებდა, მანამ სანამ ჩემამდე ჩამოვიდოდნენ. ამის მერე მე რაღაცნაირი ყურებში მქონდა რაღაც დახშული ხმები და მე დავკარგე გონება. ანუ სტრესმა გამოიწვია ის, რომ დავკარგე გონება, დამჭირდა ექიმის შარება, რომელიც მერე ჩვენი შემდგომი გამოძიების პირობებში აღმოჩნდა ის ექიმი, ვინც გამიწია პირველად დახმარება და რაღაც პერიოდი მე აღარ ვიყავი ვარგისი, ასე ვთქვათ, შემდგომი საუბრებისთვის. თუმცა ამ საკითხს, რა თქმა უნდა, დაუბრუნდნენ ძალიან მალე. იგივე ადამიანები გვერდში ეჯდათ ვიღაც ადვოკატი უკვე ახალი, რომელიც ხელს აწერდა სავარაუდო დოკუმენტებს ადვოკატის სტატუსით. ცხადია, საკანში იცვლებოდნენ ჩემი თანამესაკნეები ინტენსიურად. თავიანთი ცხოვრებისეული ისტორიებით, იქ მოხვედრის ისტორიებით და ჩემთან პარალელში სავარაუდოდ, იმიტომ რომ სავარაუდოდ ჩემი ვერსიები გზადაგზა ჩემი გატეხვის ვერსიებზე ქონოდათ ინფორმაცია. სავარაუდოდ დღევანდელი გადასახედიდან იმ წუთში ამას ნამდვილად ვერ ვაანალიზებდი. თითქოს იმ ხალხის ახლობლები აგზავნდნენ გარკვეულ საკვებს, რომელზედაც იმდენი ის მქონდა გონება, რომ ვცდილობდი, რომ არაფერი მიმეღო. უკვე გრძნობდი, რომ ეს ყველაფერი იყო ხაფანგი. რაღაც პერიოდის მერე ისე რომ დაადგინეს, რომ ჩემი სტატუსი უკვე საკმარისი იყო იმისთვის, რომ გაეგრძელებინათ ჩემთან საუბარი, მე კვლავ გამიყვანეს იმ რაღაცნაირ ბნელ ოთახში და როგორც წინაზე გითხრათ, უკვე მომაწოდეს პირდაპირ ეს დაწერილი ტექსტი. ხელნაწერი იყო, უჯრებიან ფურცელზე კარგად მახსოვს. ტექსტში ეწერა, რომ მე როგორც ირაკლის მეუღლე, მე ძალიან ესე მეორე დღეს თუ იგივე დღეს ხდება? 48 საათის განმავლობაში ხდება უბრალოდ მე რაღაც საათები იყო მათ შორის. ხა მე დღე და ღამეს ვეღარ ვარჩევდი იქ სულ ბნელა. სავარაუდოდ უფრო მეორე დღე იქნებოდა უკვე. ტექსტში არის ის, რომ მე თურმე ბოლო პერიოდი ვხედავ, რომ ჩემი მეუღლე ძალიან აფორია ქებულია და სახში ადგილს ვერ პოულობს და მეუბნება, რომ შარში ვარ ნათია. მე ვთქვი, ბოლო პერიოდი მე და ჩემი მეუღლე პრაქტიკულად არც კი გადავკვეთილი ვართ სახში, რომ იმ ღამეს შევხვდით ერთმანეთს. მანამდე და ჩვენ მეთქი ბოლო პერიოდი ისე დაემთხვა, მეთქი ერთად არ ყოფილი ვართ, მეთქი პრაქტიკულად ირაკლის მივლინებაზე ქონა მიბმული და ესეთი ფაქტი არ მომხდარა მეთქი. ეგო ვინიც ისო თქვიო, რომ ისო და ეს აუცილებლად უნდა მეთქვა, რომ იქ ეწერა ეს ცოტა გაბოლდებით, რომ ვთქვათ, რომ შარში ვარო. თქვარი ჩვენ მე ამ ესეთ ფაქტი არ მომხდარა მეთქი და ამ მონაკვეთზე უარი უთხარი მოკლედ, გარკვეულ მონაკვეთებზე უთხარი უარი, რაც კატეგორიულად ცდებოდა ყველანაირ რეალობას. ეგეთი მაგალითად რო გითხრათ, აი ის რომ ირაკლი იყო აღელვებული ისე რომ ვეღარ ვცნობდი და ჩემთვის ეს თვალშისაცემი იყო ბოლო პერიოდი
ის რომ შარში იყო და ის რომ რაღაც თანხებს ველოდები. აი ესეთი ნიუანსები იყო, რომელიც აბსოლუტურად არ ეხება მithom არაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი ხო ერთ მთლიანობას რაღაცას კრავდა, რომელსაც ვერ ვეთანხმებოდი. და როგორც მივხვდი, ეს იყო უკვე მეორე დღე, რატომ? მეუბნებიან, რომ შენ უნდა დაიზეპირო ტექსტი, თუ გინდა შენი ფორმა მიეცი ამ ყველაფერს, თუ არა და ეს ამომიბრუნეს ისევ ამომბეჭდილი პრინტერზე ჩემივე ფოტო, ეს ფოტო მოხვდება ყველგან და შენ სახლისკენ მიმავალ გზას თავად დაივიწყებ და სახლში კარს არავინ გაგიღებს, შენ ვეღარ იქნები სრულყოფილი დედა და შენი შვილებისთვის იქნები სასირცხვილო. და ამას დააყოლეს, რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ შენი შვილი პატარას დაბადების დღე მოდის და როგორც დედა ფიქრობთ, რომ შენ შვილთან ჩახუტება შენთვის იქნება კარგი და გენდომება და ეს ყველაფერი აბა შენიცი კარგად უნდა დაიზეპირო, ყოჩაღად უნდა ჩაწერო კამერასთან და მაჩვენებენ კიდე ფურცელს, სადაც მხოლოდ ვხედავ გათავისუფლების ცნობა თუ სიტყვა გათავისუფლება იყო გამოკვეთილად დაწერილი. და ამას მე მოაწერ ხელს და ჩაგახუტებთ შვილებს. ანუ პრაქტიკულად ჩემთან იყო საუბარი იმაზე, რომ მე ყველაფერი უნდა გამეკეთებინა იმიტომ, რომ ვარ დედა და რომ ვარ ქალი და რომ როგორ მინდა შვილებთან გავაგრძელო თანაცხოვრება. პრაქტიკულად ხართ მძევალი. აი, ასე გამოდის. ფურცლები უნდა დავიზეპირებ, რაც მალე დავიზეპირებ და რაც მალე ყოჩაღად ჩავწერ ამ გარკვეულ მონაკვეთს, ამ ყველაფერს მოყვება ეს, ანუ და გათავისუფლების ცნობაზე სხვათა შორის რომ მოვაწერე ხელი, მოვაწერე ძალიან ბევრ თეთრ ქაღალდზე ხელი მომაწერინეს დასტაზე, სუფთა ფურცელზე და თვითონვე საკმაოდ დამცინავად მეუბნეოდნენ, რომ ცხოვრებაშია ამდენი ხელმოწერა თუ გაგიკეთებიაო. მე არ ვიცი მე იმ ფურცლებზე რა დაიბეჭდა თუ არა რამე. მაგრამ მე მოხდა ის ფაქტი, რასაც აღიარებითი ჩვენების ეგრეთ წოდებული დაზეპირება ქვია და მომიწია ამ ყველაფრის კამერასთან მესამე დუბლით ჩაწერა და ძალიან ბედნიერები იყვნენ, რომ მე ძალიან ვიყოჩაღე და ვიღაცეები გადასცემდნენ იქიდან. მე ვერ ვხედავდი ისიც ბნელი ის იყო, ოთახი იყო, რომ გოგომ იყოჩაღა და ბიჭი გვაწვალებს. სავარაუდოდ ეს ბიჭი იყო ირაკლი, რომელიც სავარაუდოდ ვერ იმახსოვრებდა მისთვის დაწერილ ტექსტს. მე მითხრეს, რომ უკვე თავისუფალი ხარ და შეგიძლია წახვიდე, ვინმე გელოდება, ეს ხდება ღამის 3-ზე, მეთქი არავინ არ მელოდება, თქო და თვითონ მიმიყვანეს სახლამდე მე ადვოკატის დახმარებით. მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ემოციები მართო და ჩემი ის განწყობა და გრძნობები, რაც 14 წელი არ გამნელებია, ეხლაც საზოგადოებას თავზე ძალიან არ მოვახვიო, მაგრამ ეს ფორმა, რასაც მორალური წნეხი ქვია, ამას ტკივილის ინდიკატორი არ გააჩნია. ბოდის გიხდით. ვინ გესაუბრებოდათ, ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი მბნელ ოთახში, ვინც ამას გაიძულებდათ? ორი ადამიანი იყო და აქედან ის ერთ-ერთი შემდგომი გამოძიების თანახმად იქნა დაკავებული და გასამართლებული დავით ევნოზაშვილი. მე გავიგეთ მისი გვარი და სახელი, რა თქმა უნდა. გასაგებია. კითხვები ბატონი სოზარი, ბატონი გურამი, ბატონი სოზარი. ადვოკატი ახსენეთ, ადვოკატის მეშვეობით მიმიყვანესო და თავიდან ვინც იყო საიადან, იგივე ადვოკატი იყო? არა. შეიცვალა. დიახ, საიას ადვოკატი მე აღარ გამოჩენილა, სიმართლე გითხრათ, მე კითხვები არ დამისვან, ვისთვის უნდა დამესვა, ყოველ ახალ გაყვანაზე ახალი ისიდებოდა ჩემს წინ დავალება, ასე ვთქვათ, და თავსატეხი და ადვოკატი შემდგომი მე მივხვდი რომ ორნი რო იყვნენ და მესამე იჯდა, სავარაუდოდ ის იყო, იმიტომ რომ იმ ადამიანმა მიმიყვანა ტაქსით თუ რაღაც მანქანით სახში. და მაშინ დავადგინე და მხოლოდ მისი საკონტაქტო მქონდა, ეს იყო რუსთაველზე იყო მათი ოფისი, ყავლაშვილის ოფისი. ესე ერქვა, ესე ეძახდნენ.
იმიტომ რომ მე ეს ადვოკატი მინდოდა მენახა, მომეძიებინა როგორ მიდის, იმიტომ რომ ირაკლი და ბიჭები დაკავებული იყვნენ და მათი ბედი მაინტერესებდა და ის ჩემს ზარებზე და კავშირზე აღარ გამოსულა. ეს საინტერესო მომენტი არის, იმიტომ რომ ბატონ ირაკლის შემთხვევაშიც იგივე იყო, ანუ პირველ ჯერზე იყო საიადან მხოლოდ ადვოკატი, მერე ჩამოაცილეს და როგორც ჩანს თავიანთი ადვოკატი მიუგზავნეს და თქვენ შემთხვევაშიც იგივე მოხდა. ანუ სისტემა ჰქონდათ ესე აწყობილი, რომ იმიტომ რომ თვალები აეხვიათ ვიღაცეებისთვის, ვითომ უფლებადამცველ ორგანიზაციიდან აგზავნიდნენ ადვოკატს, ოღონდ ეს პირველი ალბათ 2-3 საათი და შემდგომ უკვე აი ეს ცნობილი ეს ადვოკატი, რომელიც აი ესეთ საქმეებში იყო ხოლმე ხშირად მათთან დაკავშირებული. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ანუ ის შემთხვევა, რომ ადვოკატი როგორ შეიძლება 2 საათი და თუნდაც 10 საათით იყოს. თან საია, რომელსაც დღესაც პრეტენზიები აქვს ადამიანის უფლებების დაცვის, რომ პირველ ჯერზე მიდის და მერე ასე გაგვეცნო, მე გვარი დასახელი არ მახსოვს, მაგრამ ორგანიზაცია მახსოვს, იმიტომ რომ მე არაფერი არ ვიცოდი ამ ადამიანის შესახებ. ერთი ჩაკითხვა უბრალოდ რომ რამე ოფიციალურ დოკუმენტს გაჩვენებდა, რომ საიას წარმომადგენელია თუ სიტყვიერად. და თქვენ რამეზე უარი განაცხადეთ, რომ ის ადვოკატი არ გინდათ და კიდე მეორე ვისარგებლე შემთხვევით და ეს რომელიც თქვენ ახსენეთ ეს ადვოკატი ტელეფონზე არ პასუხობდა. გამოდის რომ თქვენივე ადვოკატი, რომელიც თქვენს ინტერესებს უნდა იცავდეს კანონით, ეს იყო ხელმიუწვდომელი და ტელეფონზე არ პასუხობდა და რა იცით რომ მაგალითად თქვენს მიერ დასახელებული საადვოკატო ბიუროდან იყო და აი რუსთაველზე რო იყო მაგალითად ოფისი. ხო და არ გიცდიათ რომ ისულიყავი და შეხვედრილი იყავით? ერთხელ მივედი, დიახ, იქიდან ვიცი ოფისი სადაც იყო მე. საინტერესოა დეტალურად რომ მოგვიყვეთ რა. მას შემდეგ რაც მე გამომიშვეს და ირაკლი დაკავებული იყო, მე მომცე საკონტაქტო პირთან კონტაქტის ნომერი, ოღონდ ეს არ იყო ადვოკატის ნომერი, რომ თუ დავტოვებდი ქალაქს ან მოშორებით დავაპირებდი შორს წასვლას, ზაფხული იყო მოგიხსენება და შესაძლოა ბავშვები გამეყვანა სადმე გამერიდებინა, ამიტომ დამაკავშირე მქონდა საკონტაქტო. მე ამ საკონტაქტოს ვკითხე, რომ მინდოდა დალუქული სახლის გახსნა, იმიტომ რომ იქ ძაღლი იყო დალუქული 2 დღე ცოცხალი არსება და მინდოდა იმისთვის ან ცოცხალი მენახა ან მეჭმია და ასევე ამეღო პირადი ნივთები, რომ ირაკლისთვის დაწესებულებაში, პენტენციურ დაწესებულებაში შემეგზავნა. სახში რო შესულიყავ. ჩემს სახში შესულიყავი დალუქულში, ამისთვის დაუკავშირდი ამ პიროვნებას, რომელმაც მითხრა რომ მოდულში მივსულიყავი, მოდულში მივედი ბავშვებით. ჩამისვა რაღაც თავის კუთვნილ ავტომანქანაში და გამიხსნა და ამ დროს მომცა ჩემივე სახლიდან ამოღებული 100 ლარი თანხა, რომ დაგჭირდება ბავშვებით ხარო. ესე აი ძალიან გულისხმიერება ბჭყალებში გამოიჩინა და დამიბრუნა ესე თურმე ჩვენი სახლიდან ამოღებული ის ერთადერთი 100 ლარიანი. ბოდიშით გადაუხვე, ბოდის გიხდით და ამავდროულად დაუკავშირდი ადვოკატს, მინდოდა ადვოკატის საშუალებით გამეგო ირაკლის მდგომარეობა ციხეში და ადვოკატმა მითხრა, რომ მეო რუსთაველზე მაქო სამსახურიო და აქ მოდიო და იქ რომ მივედი, ეს ადვოკატი ვეღარ ვნახე. ანუ იმის თქვა მინდა რომ მე ვიცოდი რომ იქ იყო და მითხრეს რომ პროცესიაო და არ ვიცით როდის დაბრუნდებაო. ამ ქედან გამომდინარე ვიცი მისამართი და ვიცი რომ ამ უწყებიდან იყო. მისივე ნათქვამიდან გამომდინარე. და მას შემდეგ მასთან კავშირი ფაქტიურად აღარ ყოფილა. გამართლების ვერ გეტყვით. ეს ადვოკატი თუ ადვოკატად წოდებული, როცა უკვე თქვენ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამართლით მთელი რიგი საპროცესო მოქმედებები ჩატარდა სასამართლოს ხდომები. იქ არ გამოჩენილა ეს თქვენი მე როგორც ვიცი, როგორც საქმეში მონაწილე პირი ჩვენება მისცა, მაგრამ ჩვენთან კომუნიკაცია არ ქონია. პირადი კომუნიკაცია არ ქონია. მაგრამ თქვენ სასარგებლოდ მიცა ჩვენება. მე ჩვენებას არ გავცნობი ვარ, მის ჩვენებას სავარაუდოდ ალბათ სასარგებლო იქნებოდა, რადგან განაჩენით თქვენ სასარგებლოდ დადგა და სრულად გამართლით, კი ბატონო. ბატონი სოზარი.
ბატონათია ეხლა გისმენთ და ამდენი წლის მერეც ემოციის გარეშე ვერ იხსენებთ და ვხედავთ როგორც ცდილობთ რომ ამ ემოციებმა არ ჩაგითრიოთ, მაგრამ როგორც ვიცი, მაშინ თქვენ დაგჭირდათ ერთგვარად ფსიქოლოგიის დახმარებას და გარკვეული ფსიქოლოგიური შემოწმებაც გაიარეთ და ექსპერტიზა, ასე ვთქვა, დაირავა ექსპერტიზის დასკვნა ხო, რამდენიმე სიტყვარი თქოდით. რა თქვა ექსპერტმა? მას შემდეგ რაც გამომართლებელი განაჩენი დადგა, ეს იყო 2018 წელი და პრაქტიკულად ბრალდებულებიდან ჯერ დაზარალებულები გავხდით და შემდგომ უკვე გამართლებულები. შემდეგ დადგა დღის წესრიგში კი არა და ესე იყო მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი და სასამართლოს მიერ იყოს საჭიროება იმისი, რამდენად 10-12 წლის მერე ჩვენ რამდენად გვტკიოდა, ასე ვთქვათ, ისევ ეს საკითხი და მაშინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ყველამ გავიარეთ ფსიქოლოგიური შემოწმება. ამისი მომხრედა ინიციატორი სხვათა შორის მეც ვიყავი, იმიტომ რომ მეც ძალიან მაინტერესებდა, რამდენად ჩემი ორგანიზმი როგორ ახერხებდა ამასთან ბრძოლას. ეხლა თქვენთან მოკლედ მოვყავი, მაგრამ ანალიზის დროს ძალიან ბევრი დეტალებთან ჩაღრმავება დამჭირდა. იმაზე მეტად გამიჭირდა, ვიდრე სასამართლო პროცესებზე. ფსიქოლოგთან ურთიერთობას, მან კიდე ბევრი ქვეკითხვები ჰქონდათ და დასკვნა იყო ის, რომ 12 წლის მერე ჩვენი ეს კვალი, მორალური ზიანის და ტკივილის კვალი პრაქტიკულად უცვლელი იყო. ანუ მცნება ის, რომ დრო ყველაფრის მკურნალია, ასეთ საკითხებზე არ მუშაობს. და დასკვნამ ეს უბრალოდ დაადასტურა. გასაგებია შეკითხვები? კი ბატონო, გასაგებია ყველაფერი. ჩვენ ასევე თქვენს გთხოვთ ქალბატონო ნათია, რომ დავრჩეთ კონსულტაციის რეჟიმში, ვინაიდან ჩვენს კომისიას სრულ გუშინ გაუგრძელდა ერთი თვით დამატებითი ვადა. ეს არის სულ მცირე ის დრო, რაც ჩვენ კიდევ გვჭირდება დაზარალებულებთან სასაუბროთ, ყოფილი თანამდებობის პირებთან სამუშაოთ იმისთვის, რომ დასკვნა შედგეს და რეჟიმი შეფასდეს. თქვენ იცით, რომ ჩვენი დასკვნა უნდა იყოს ერთ-ერთი საფუძველი და იმედი მაქვს წონადი, მაგრამ ერთ-ერთი საფუძველი იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა და უკვე შემდგომში დაშლილი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სხვადასხვა პარტიის სახით მოგვევლინა, აიკრძალოს და ის ყველაფერი, რაც თქვენ განიცადეთ, ვეღარ დაბრუნდეს უკან ხელისუფლებაში. ჩვენი ამბიციაა, რომ ჩვენ როდესაც დავტოვებთ პოლიტიკურ სცენას, ჩვენ ჩაგვანაცვლონ ჩვენზე უკეთესმა პოლიტიკოსებმა და ქვეყანაში იყოს განვითარების დინამიკა და არა უკუსვლის და არა ის პერიოდი, რომელიც თქვენ ღვთისწყალობით რაღაცნაირად გაიარეთ ისე, რომ გადარჩით. დიდი მადლობა თქვენ იმ ბრძოლისთვის, რაც ჩაატარეთ, იმიტომ რომ თქვენ როდესაც გამოხვედით საპყრობილედან, თქვენ ბატონი ირაკლი, ბატონი გიორგი, თქვენი კოლეგა ბატონი ზურა და სხვები, ეს ბრძოლა გრძელდებოდა უკვე გარეთ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეს ბრძოლა ყველამ ერთად წარმატებად ვაქციეთ. მადლობა ამ ბრძოლისთვის და იმედი გვაქვს მომავალში თანამშრომლობისაც, სანამ კომისია იმუშავებს. ძალიან დიდი მადლობა და მადლობა ჩვენმა ახლა გაგვიმართლა პერიოდში, რომ ხელისუფლების ცვლილებამ დააჩქარა ის, რასაც ჩვენი გამართლება და მორალურ ზიანზე სტატებითი შეფასება მოყვა და მადლობა ამ წამოწყებისთვის და მადლობა თქვენ ყველას. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ თქვენი უფლებები სამართლებრივად ასე ქვია, თორემ მორალურად ამას ვერაფერი გამოასწორებს, თქვენი უფლებები აღდგენილია სამართლებრივად ასე ქვია. იმიტომ რომ ყველა ის საქმე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სამწუხაროდ მსგავს სტატუსს ჯერჯერობით ვერ ატარებს კიდევ. წარმატებებს გისურვებთ, ბატონ ირაკლის დიდი მადლობა, ბატონ გიორგის, რომელიც თქვენამდე გამოვიდა და დროებით გემშვიდობებით. დიდი მადლობა და დიდი მადლობა, სხდომას დახურულად ვაცხადებთ.